ემიგრაციის მარშრუტები. გამარჯობა, დღევანდელი გადაცემის თემაა სამშობლოზე ფიქრით. გადაცემის ავტორი ნანა ლომიძე, ხმის რეჟისორი თინა სამბაძე და წამყვანი ია მახარაძე. მოგესალმებით, თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ გადაცემაში და შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს 240 91 92 240 92 92. გადაცემა ემიგრაციასა და ემიგრანტებზე. ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს საღამოს 6-დან 7-მდე. გადაცემის სტუმარია მანანა თანდაშვილი, გერმანიაში მცხოვრები ქართველი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, კავკასიოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერება და დოქტორი, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების ექსპერტი კავკასიოლოგიის დარგში, მრავალი სამეცნიერო და კულტურული საზოგადოების შექმნის ინიციატორი და ხელმძღვანელი, ფრანკფურტის ლინგვისტური წრე, ბათუმის საზაფხულო სკოლა, ქართული კულტურის ფორუმი, ფრანკფურტის საკვირაო სკოლა, ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი, თბილისის საპატიო მოქალაქე. ქალბატონ მანანასთან ერთად ჩვენ გვესტუმრა მისი ქალიშვილი ანასტასია ყამარაული, რომელსაც უკვე 6 წიგნის თარგმანი აქვს შესრულებული. მოგესალმებით, დიდი მადლობა. ქალბატონო მანანა, ჩვენთან გადაცემაში სტუმრობისთვის, მადლობა ანასტასიას, მაგრამ უპირველესად ვიდრე თქვენს მრავალფეროვან მოღვაწეობაზე ვისაუბრებდეთ გერმანიაში. მოდით როგორ დაიწყო ვისაუბროთ იმის შესახებ თქვენი ემიგრანტული ცხოვრება და ამ ხნის განმავლობაში რა თავგადასავალი იყო თქვენს ისტორიაში. საინტერესოა, ვინაიდან არც ისე მარტივია ასე მოაწყო კარიერა ისე ძალიან რთულ ინტელექტუალურ ქვეყანაში, როგორიცაა გერმანია. დიდი მადლობა, უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისათვის, მინდა მივესალმოთ ჩვენს რადიო მსმენელებს. მე არაერთხელ მომიწია ამ სტუდიაში ყოფნა და ძალიან მიყვარს ზოგადად რადიო გადაცემებში მონაწილეობა, ვინაიდან დრო არ არის ისეთი შეზღუდული, როგორც ხშირად ტელევიზიაში არის ხოლმე. და ჩვენი გადაცემა კონკრეტულად ემიგრანტებს და ზუსტად ეხმიანება იმ ჩემს განცდას, შეიძლება ითქვას ტკივილსაც, რომელიც ყველას გაგვაჩნია. ყველა ქართველს, ვისაც უცხოეთში მოგვიწია ცხოვრება და მე ვიტყოდი ხას გავუსვამდი მოგვიწია ცხოვრება. ვინაიდან ჩემთვის რომ ვინმეს ეთქვა 20 წლის ასაკში, რომ უცხოეთში იცხოვრებ, მე ნამდვილად ვეტყოდი რომ არასოდეს, იმიტომ რომ არასოდეს არ მდომები ეს ჩემი ცხოვრების მიზანი არასოდეს ყოფილა რომ დამეტოვებინა საქართველოს და სადმე წავსულიყო სამშვილდან ერთად მით უმეტეს. მაგრამ მოიტანა ცხოვრება მისე და ერთ დღეს მივხვდი რომ ალბათ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა, მოგეხსენებათ 90-იანი წლები, ძალიან მძიმე წლები იყო მაშინ. ძირეკლავანი შვილები. რა საკვირველია, ჩემი შვილები იყვნენ 6-ის, 5-ის და 3-ის, რაღაც სამეცნიერო მოღვაწეობაც მაშინ ძალიან ძნელი იყო, ვინაიდან ინსტიტუტები, უნივერსიტეტები ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ არ იყო შუქი, არ იყო გაზი, არ იყო სამუშაო პირობები, არ იყო ელემენტარულად და ის იდეები, რომელიც დაგროვდა ჩემს თაობაში, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა მისი განხორციელება საქართველოში. მაშინ გადავწყვიტე საერთაშორისო ფონდში, ჰუმბოლტის ფონდში წარმედგინა ერთ-ერთი პროექტი. თუმცა იმედი ნამდვილად არ მქონდა, რომ დაფინანსდებოდა, ეს ისეთი მცდელობის, საკუთარი თავის ძალების მოსინჯვის სურვილი უფრო იყო და დამაფინანსეს. ძალიან საინტერესო ის იყო, რომ მომივიდა შეტყობინება, რომ ჩემმა პროექტმა გაიარა შერჩევა, ანუ დაფინანსება მაქვს და მითხრეს სხვათა შორის მომწერეს, რომ თუ შეიძლება გერმანული ენის ცოდნის სერტიფიკატიც გადმოგვიგზავნეთ, სანამ ჩამობრძანებით გერმანიაში. ნუ აი, ისეთ შოკში აღმოჩნდი, რომ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ გერმანული საერთოდ არ ვიცოდი ჩემი ენა, როგორც უმრავლესობისა, მაშინ გახდეთ ინგლისური. ეს კი 3 თვის განმავლობაში, 3 თვე მქონდა დარჩენილი წასვლამდე, 3 თვის განმავლობაში წარმოადგენთ როგორი სისწრაფით უნდა შევეცადე ყოველ შემთხვევაში მე სწავლა გერმანული. რათა ეს სერტიფიკატი ამეღო და მახსოვს მაშინ არ იყო გოეთეს ინსტიტუტში ასეთი გამოცდები. უბრალოდ მივედი და დირექტორს აუხსენი მდგომარეობა და ვთხოვე იქნება გამომცადოთ და შეაფასოთ მეთქი ჩემი ცოდნა.
და მოკლედ ძალიან ესეთ ყურადღებით მოეკიდა მაშინდელი გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი ჩემს ამ იმას თხოვნას და მომცეს სერტიფიკატი. აი ასე დავტოვე საქართველოს სამშვილთან ერთად, მაშინ მეუღლე უკვე გარდაცვლილი იყო, იგი აფხაზეთის ომის მონაწილე გახდათ და ომში გარდაიცვალა. ომში უშუალოდ არა, მაგრამ ომიდან რომ დაბრუნდა, უკვე ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ჯანმრთელობის თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა ომის შემდეგ გარდაიცვალა. სხვათა შორის მინდა მე ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ქართველი ქალი დაქვრივდა ჩემს გავსად, ისე რომ მეუღლემ თვათ ომში არ დაღუპია, მაგრამ ისინი მსხვერპლნი არიან აფხაზეთის ომის და ძალიან ბევრი ბავშვი გაიზარდა უბლად, ისე როგორც ჩემი შვილები, მამის გარეშე, იმიტომ რომ სწორედ აფხაზეთის ომმა შეიწირა მამების სიცოცხლე. ასე აღმოჩნდი გერმანიაში 1999 წელს სამი შვილით და გერმანულის ძალიან საეჭვო ცოდნით. როგორ დაიწყე თქვენი კარიერის განვითარება? რა საქმიანობდით? საინტერესოა შვილებთან ერთად, იმიტომ რომ არ იქნებოდა მარტივი. არ ძალიან ძნელი იყო ნამდვილად, აი ხა დღეს რომ ფიქრობ. ინფორმაცია იყო ხა დღეს ვინც მიდის ემიგრაციაში, საკმაოდ დაახლოებით იცი ისრაელის მართალი ბრძანდებით. მომზადებული მიდის. დიახ. მე მქონდა რამოდენიმე პრობლემა. ჯერ ერთი ის რომ გერმანული ენის ცოდნა უნდა გამეუმჯობესებინა რასაკვირველია და იმის გამო რომ მე კვლევითი პროექტით ვიყავი ჩასული, თქვა მქონდა დრო და საშუალება იმისა, რომ პარალელურად მესწავლა გერმანული იმ დონეზე, რა დონეზეც ეს საჭირო იყო. მაგრამ ამასობაში მთხოვეს ქართულის ლექციების წაკითხვა შემომთავაზეს და უარი არა ვთქვი. გერმანიაში მიუნხენის უნივერსიტეტში ვიყავი მაშინ, რამაც დამატებითი ასე ვთქვათ, სტრესი შემიქმნა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო. მეორე მხრივ ეს იყო ინტეგრაციის პროცესი კოლეგებთან, იცით, ენის ცოდნა არის ერთი, მაგრამ არსებობს კიდევ აი სოციალური ქცევის და სოციოკულტურული ის ფონი, რომელიც უნდა იცოდე და დღეს მახსენდება და მეცინება ხოლმე ისეთი შეცდომები, ასე ვთქვათ, მემართებოდა, რომელიც აი დღეს დღევანდელი გადასახედიდან წარმოუდგენელია. ძალიან რთული არის, თუ არ იცნობ. თუ არ იცნობ თვითონ იმ წრეს არ იცნობ, ვთქვათ, არ გაქვს არანაირი გამოცდილება, ძალიან რთულია. ოღონდ ერთი რამ მინდა ვთქვა სრული პასუხისგებლობით, რომ ისეთი კარგი იყო კოლეგებთან ურთიერთობა და ძალიან გამიადვილეს ეს პროცესი, ინტეგრაციის პროცესი, იმიტომ რომ ისეთი გაგებით ეკიდებოდნენ, პირიქით სულ მომხნევებდნენ, სულ ცდილობდნენ, რომ ჩავერთე რაღაცა დავალებებს მაძლევდნენ, არ მომცეს იმის შეგრძნება, რომ შენ ჯერ არ ახარ მზად ამისთვის პირიქით. და ამან მე ძალიან გამზარდა და ძალიან სწრაფად. აი, რასაკვირველია. მე სულ ვამბობ იმას, რომ თუ დღეს ამბობენ და თქვენ ჩამოთვალეთ ის ყველაფერი, რისი გაკეთება შევძელი. თუ დღეს ამბობენ, რომ ეს არის წარმატება, მე ვთვლი, რომ ეს არის ქართველი ადამიანის წარმატება ზოგადად, ეხლა კონკრეტულ პიროვნებაზე მიფული შეიძლება, მაგრამ ეს არის ქართული შესაძლებლობების ჩვენება. ეს არის ეს ქართული სილაღის, ქართული მოგნენობის, ქართული ნიჭის რეალიზება, ის რაც თქვენი ყავით მხოლოდ ქართველი იმ საზოგადოებაში, იმ წრეში, უნივერსიტეტში. მე ვიყავი ერთადერთი ქართველი ვიყავი მიუნხენის უნივერსიტეტშიც და შემდეგ ერთი წლის შემდეგ ფრანკფურტის უნივერსიტეტში გავაგრძელე სამეცნიერო პროექტი და იქაც ერთადერთი ვიყავი. დღეს მინდა ვთქვა, რომ ორი დოქტორანტი გავზარდე, რომელიც ასევე ფრანკფურტის უნივერსიტეტში მუშაობენ, ეს გახლავთ ზაქარია ფურცხვაინძე და ლელა სამუშია, სხვა დოქტორანტებიც ყავს გაზრდილი, სულ 7 კავკასიოლოგი, ასე ვთქვათ, დისერტაცია იქნა დაცული კავკასიოლოგიის დარგში, თუმცა ისინი სხვაგან მოღვაწეობენ და მე ძალიან ვამაყობ ამით, იმიტომ რომ კავკასიოლოგიაში 7 დოქტორანტის გაზრდა მე მგონი არ არის ესეთი პატარა ციფრი. და განმანანა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ყველაზე დიდი საქმე გააკეთეთ იმ თვალსაზრისით, რომ გაიტანეთ ქართული მწერლობა გერმანიაში და გახადეთ პოპულარული. ეს არ არის მარტივი წარადგინო თანამედროვე მწერლობა გერმანიაში და ჩამოაყალიბო ლიტერატურული სალონი, თარგმნო პიესები და ისე მიაწოდო ეს პიესები გერმანულ საზოგადოებას, გერმანულ
თეატრალურ წრეს, რომ დააინტერესო და დაიდგას ძალიან დიდ სცენებზე. ხომ? აი ამის შესახებ, იმიტომ რომ როგორც ჩემთვის ცნობილია, თითქმის ითარგმნა 7 სცენარი, პიესის, უკაცრავად პიესის თარგმანი და თქვენ ასევე ჩამოაყალიბეთ ამის პარალელურად, არ შეიძლება არ თქვათ, თარგმნელობითი საზოგადოება, რომელიც საკმაოდ დავალებულია თქვენგან იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის აკადემიური დონის თარგმნელობითი საზოგადოება, ვინაიდან აქ ეტაპებია გასავლელი, როგორც ანუ მხატვრული ლიტერატურის ადაპტირების, მისი რედაქტირების, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ რამდენად სწორად მივაწვდით გერმანულ საზოგადოებას და დავაინტერესებთ და ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თარგმანში ყოველთვის ხდება შეცდომები, ხშირად რთულია მიაწოდო ესე თუ ის ავტორი თუ მწერალი სწორად იქ აქვს, ან შეიძლება სრულად ჩვენთვის გენიალური იყოს, მაგრამ იმ საზოგადოებისთვის გაუგებარი იყოს ის თემები და საკითხები. აი ამის შესახებ თუ შეიძლება. ეცით საბჭოთა პერიოდში მოგეხსენებათ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში იყო ტრადიცია, როდესაც საბჭოთა ლიტერატურის და მათ შორის ქართული ლიტერატურის თარგმანი, ასე ვთქვათ, დაგეგმილი სახით მიმდინარეობდა და ძალიან საინტერესო თარგმანები არის შესრულებული ჩვენი ქართული კლასიკური ლიტერატურიდან. მე ერთ მაგალითს ვიდან შოთა რუსთაველის ბოლო თარგმანი, რომელიც შესრულდა ჰუგო ჰუპერტის მიერ და რომელიც ჩვენ ხელახლა გამოვეცით უკვე 2015 წელს არაჩვეულებრივი მინიატურებით მაკრის გამომცემლობის მიერ გამოცემული პროექტი გადავიტანეთ გერმანიაში. სწორედ იმ პერიოდში იყო ძალიან გააქტიურებული, მაგრამ ჯერ ერთი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ და შემდეგ გერმანიის გაერთიანების შემდეგ ეს პროცესი პრაქტიკულად მინელდა. ისე მინელდა, რომ საერთოდ აღარ ხდებოდა თარგმნელობითი თვალსაზრისით. განსაკუთრებით ეს ეხება დრამატურგიას, ქართულ დრამატურგიას. ამიტომ ჩვენ როდესაც და ეს იდეა თვითონ სალონის შექმნის წამოვიდა ისევ საუნივერსიტეტო ჩემი მოღვაწეობიდან, იმიტომ რომ მე იმისათვის რომ სტუდენტებს კი ვასწავლი ქართულს, მაგრამ იმისათვის რომ ქართული ენის თავისებურებები უფრო თვალსაჩინო გავხადო, ძალიან ეფექტური არის ორი ენის პარალელური ტექსტის შედარება და აი აქედან დავიწყეთ ჩვენ რომ მოვიძიეთ ეს ტექსტები და შემდეგ 2008 წელს სხვათა შორის ეს ცნობილი აგვისტოს ომის შემდეგ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყვნენ ჩამოსულები ჩვენი მწერლები დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი და ბასე ჯანიკაშვილი და ძალიან ძაფრი გამოსვლა ჰქონდათ თვითონ ამ წიგნის ბაზრობაზე ამ თემასთან დაკავშირებით და მე საღამოს ჩვენ ვისხედით ერთად და მაშინ ვთქვით რომ რაღაცა სცენა გვჭირდება ისეთი, რითაც მივაწვდით, ვთქვათ, გერმანელ მკითხველს, გერმანელ ხალხს და ჯერეთი ჩვენ სადგევარს ვეტყვი, ჩვენ სათქმელს ვეტყვი და რაღაცა როგორც ლიტერატურული ქვეყანა ისევ ავღორძინდებით გერმანულ ბაზარზე. აი მაშინ გადავწყვიტეთ ამ 4 ავტორის ლიტერატურული საღამოს ჩატარება და აქედან წამოვიდა იმ ლიტერატურული სალონის დაარსების იდეა, რომ არა ერთხელ და ორჯერ ჩაგვეტარებინა, არამედ ხშირად ჩაგვეტარებინა და ეს გადაიზარდა მე ყოველწლიურ პროგრამებში წელიწადში დაახლოებით 10-12 ლიტერატურულ საღამოს ვატარებთ და სხვათა შორის ფრანკფურტში მცხოვრები ქართველები სულ ამბობენ, რომ აი ასეთი ბედნიერება, რომ ამდენ ქართულ ავტორს შეხვდე, მე მგონი საქართველოში ეს პირადი ურთიერთობები მე მგონი ყველას არ აქვს და ეს ფუფუნება გვაქვს ჩვენ ფრანკფურტში, იმიტომ რომ 35-მდე მწერალი ყავს ფრანკფურტში ჩაყვანილი და მათი ლიტერატურული საღამოები ჩატარებული. და ითარგმნა სწორედ ამის ბაზაზე ძალიან დიახ, დღეს პრაქტიკულად 9 წიგნი გვაქვს გამოცემული. კი, 3 ანთოლოგია არის, 2 ანთოლოგია გახლავთ პროზაული ნაწარმოებები, 1 ანთოლოგია გახლავთ დრამატურგია და მე ძალიან ვამაყობ ამ ანთოლოგიით, ვინაიდან ეს არ გახლავთ მხოლოდ ლიტერატურული თარგმანი, ვთქვათ, და დრამატურგია ლიტერატურის ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, არამედ ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ ეს პიესები დაიდგას თეატრში. და მიზანიც ეს იყო ჩვენი, თუმცა მეუბნებოდნენ სხვათა შორის, რომ რატო ვჩქარობთ 2018 წელი ჯერ შორს არის. მე მაშინ ვთქვი, რომ ჩვენ მოდი დავიწყოთ ეს ამუშაო და 2018 წელი რომ მოვადა, რომ შეგვეკითხებიან, მე ხომ არ დავიწყებთ თარგმანს, მოდით ეს წინ დავახვედროთ და ეს პიესების კრებული უკვე გამოცემული არის, მისი პრეზენტაცია შედგა. თუ შეიძლება ჩამოთვალოთ ეს პიესები. ეს გახლავთ, ლაშა თაბუკაშვილის 2 პიესა არის შესული, ათვინიერებენ მიმინოს და ასტეროიდი და ჩვენ
ჩვენ შეგნებულად შევიტანეთ, რომ გვეჩვენებინა, რომ ჩვენი დრამატურგები სულ ახალგაზრდები რჩებიან და ისეთ თემებზე შეუძლიათ თქვა პიესები შექმნა, როგორიც იყო ეს ძალიან საინტერესო უმნიშვნელოვანესი პიესა ლაშა თაბუკაშვილის. აქტივად იგებს გერმანული საზოგადოება ამ თემებს რა საკითხები ჩვენ ვცდილობთ ისეთი ნაწარმოებები ავარჩიოთ, რომელიც არ არის ძალიან ვიწრო ქართულ, თქვათ, ეროვნულ ეთნიკურ საკითხებთან დაკავშირებული, არამედ უფრო გლობალური თემების თემებს შეეხება და ასეთი ბევრი გვაქვს ჩვენს საერთაშორისო. ბევრს ვკითხულობთ და შემდეგ სხვათა შორის ვაკეთებთ ხოლმე ასეთ საცდელ თარგმანებს ვაკითხებთ ამათ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ლიტერატურის სფეროში სპეციალისტები არიან, მათთან ასე ვთქვათ კონსულტაციებს გავდივართ და შემდეგ ასე პატარა საბჭო გვაქვს იქ, რომელიც შემდეგ მსჯელობს ამის შესახებ და აი ამ პრინციპით ვარჩევთ, რამდენად შეიძლება საინტერესო იყოს გერმანელი მკითხველისთვის ესა თუ ეს ნაწარმოები. ეს არის უფრო მარკეტინგული თვალსაზრისით თუ ინტელექტუალური საინტერესოა? არა, მე ვიტყოდი, რომ მარკეტინგული თვალსაზრისით ალბათ ნაკლებად, იმიტომ რომ გერმანული ბაზარი დღეს მსოფლიო ლიტერატურას მოიცავს და ეს იმხელა კონკურენცია, რომ შეუძლებელია ახლა თავს მოვიტყუებთ ნამდვილად. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ არ შევთავაზეთ, ჩვენ ვერც გავხდებით პოპულარულები და არ არის გამორიცხული, რომ 2018 წლის შემდეგ მართლაც აღმოჩნდეს ის მწერალი, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის ნაწილი გახდება, კიდაც თანამედროვე მწერლობის წარმომადგენლებთან მიმართებაში, ისე ჩვენი კლასიკიდან, რომელიც შეიძლება უცნობი იყო და დღეს აღმოაჩინოს ევროპამ, კერძოდ გერმანია. ურთიერთობთ უკვე რეჟისორებთან, არის გარკვეული გქონდა ჩვენ ურთიერთობა, ჯერ ერთი ყველა ეს სპექტაკლი არა, ანუ პიესა, ჩვენ სცენური კითხვა მოვაწყეთ და ყავდა პროფესიონალი მსახიობები მოწვეული, ისინი კითხულობდნენ სცენაზე, რეჟისორებთანაც გვაქვს ინფორმაციები მიწოდებული. ასევე კრისტიან პაპკე არის, რომელსაც ძალიან საინტერესო ფესტივალი აქვს აღმოსავლეთი ევროპის დრამატურგიას, ასე ვთქვათ, კურირებს და სხვათა შორის ბასა ჯანიკაშვილი ამ ფესტივალის გამარჯვებულია ლაშა ბუღაძესთან და გიათავაძესთან ერთად და შემდეგ ვცდილობთ მათთან ურთიერთობას, ვცდილობთ რომ რაღაცნაირად გზა გავჭრათ უკვე თეატრებისკენ ევროპაში. დიახ. ხა საინტერესოა ჩვენ ვახსენეთ თარგმნელობითი ასოციაცია. რა დატვირთვა ასოციაციას, ვინაიდან როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ ძალიან სერიოზულად ავითარებთ ამ ორგანიზაციას და ჩართულნი არიან ქართველი სტუდენტებიც. დამფრე ძალიან მნიშვნელოვანია თარგმნელობითი საქმიანობის განვითარება გერმანიაში. მე ვიტყოდი, ისევ საბჭოთა პერიოდიდან დავიწყებ, ვინაიდან მაშინ მიზანმიმართულად ხდებოდა დაგეგმვა, რა დარგის რამდენი სპეციალისტი უნდა გაზრდილიყო. ამას ჰქონდა თავისი უარყოფითი, მაგრამ თავისი დადებითი მხარეც. შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ 90-იანი წლებიდან ყველაფერი მინალდა, მათ შორის თარგმნელობითი საქმიანობაც და ამ თვალსაზრისით ჩვენ პრაქტიკულად ჩვენი მთარგმნელები უფროსი თაობის მთარგმნელები არიან, რომლებიც უკვე საკმაოდ ასაკში გახლავთ, თუმცა ძალიან აქტიურად მოღვაწეობენ და გაჩნდა საოცარი ესეთი სიცარიელი ახალგაზრდა თაობის თვალსაზრისით. მე ჩემს 2 წლის წინ ერთ-ერთ ეთერში ნათქვამი მაქვს, რომ იცით საუბარი იმაზე, რომ დაინტერესდებიან გამომცემლობები, გამოსცემენ. მე მაშინ ვთქვი, რომ დაინტერესებით, ნამდვილად დაინტერესდებიან, ჩვენ ერთი პრობლემა გვაქვს, რომ დაინტერესდებიან, ვინ უნდა თარგმნოს. აი უცბად მოვიდა 20 გამომცემლობა და გითხრათ, მე მინდა თითო გამომცემლობამ თითო წიგნი. აი სად არის, ვინ უნდა თარგმნოს, ხო? ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, სადგივარი, ამიტომ მაქსიმალურად შევეცადე, რომ მომეძებნა, ვთქვათ, უპირველეს ყოვლისა ისინი, ვინც საქართველოსდან არიან წასულები და გაიზარდნენ გერმანიაში, ანუ ორივე ენა იციან კარგად და დავიწყე ოჯახში, ასე ვთქვათ, ჩემი შვილებით. მინდა ვთქვა, რომ სამივე ჩემი შვილი თარგმნის და ეს ძალიან ბუნებრივად მოხდა, იცით, აი მეშველებოდნენ, შემეხიდნენ ამ ჩემს საქმიანობაში და სულ პირველი იყო ანასტასია, რომელმაც უბრალოდ ხელი შემიტყვა იმაში, რომ ერთ-ერთი ლიტერატურული საღამოსთვის ლაშა ბუღაძის ტექსტი თარგმნა. და ასე დავიწყეთ, ასე ვთქვათ, ამ ასოციაციის გაფართოება და დღეს უკვე 8 მთარგმნელი არის ჩვენს ასოციაციაში გაერთიანებული, ყველანი ახალგაზრდები წარმოშობით ქართველები
ვიტყვი, ორი ენის საფუძვლიანი ცოდნით. ეს არის ხიდი, ფიქრობ, გერმანულ-ქართულ ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული ხიდის რასაც თქვენ ახორციელებთ და თქვენ ხართ ინიციატორი და გარკვეულწილად კულტურის ელჩიც კი ჩვენი. ანასტასია, ცოტა დაგჩაგრეთ, მაგრამ ნამდვილად ეს გაბედული ნაბიჯია თქვენი მხრიდან, რომ 9 თარგმანის ავტორი იყო. აი ამის შესახებ ვიდრე თქვენს კონკრეტულ პროფესიაზე ვისაუბრეთ, ძალიან სერიოზულ პროფესიას ეუფლებით, პოლიტოლოგიას, რაც საქართველოში ძალიან მჭირდება. და საინტერესოა თქვენი ხედვა, როგორც ახალი თაობის წარმომადგენლის, ვინაიდან ჩვენ საუბრობთ ქართულ მწერლობაზე, წიგნიერებაზე, რაც საქართველოში ცოტა ხმამაღალი ნათქვამი არ მინდა გამოვიდეს, მაგრამ ახალი თაობა მაინც უფრო მიჯაჭვულია სოციალურ მედიებზე. ძირითადად უფრო ინფორმაციის დონეზე აქვთ ნებისმიერი მასალა მოპოვებული და წიგნთან ურთიერთობა ცოტა დღეს ჭირს. ამის შესახებ თქვენი თაობა გერმანიაში რამდენად არის წიგნიერი, რამდენად არის მოდური წიგნიერება, იმიტომ რომ ფიქრობ ეს მაინც მოდას აყოლილი თაობა, ხო? დიახ, ეს ნამდვილად ესე არის. მოდი მე ერთ ჩემი პირადი გამოცდილებიდან რამეს გეტყვით. მე თუ ვისწავლე გერმანული ენა ისე როგორც დღესდღეობით ვფლობ ამ ენას, ეს მარტო იმის მეშვეობით, რომ ძალიან ბევრი ვკითხულობდი ლიტერატურას, კლასიკურ ლიტერატურას გერმანულ ენაზე და ძალიან კარგად მახსოვს, რომ ჩემი მასწავლებელი მესამე თუ მეოთხე კლასში ვიყავი, წიგნი მომცა და თქვა, რომ წაიკითხე ეს წიგნი. ჯერჯერობით არ ვიცოდი იმდენად კარგად გერმანული და ესეთი მიჭირდა მაინც ენის სწავლა მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი. და ეს იყო საბავშვო ლიტერატურა, წიგნს ერქვა ქაბათ, ძალიან კარგად მახსოვს და აქედან გამომდინარე დავიწყე, ამ ენის სხვანაირი შესწავლა. წიგნის მეშვეობით ვისწავლე ზუსტად. მე ვფიქრობ, მე სულ ამას ვამბობ, ხო ვინც არ უნდა შემეკითხოს, ვამბობ, თუ ენის სწავლა გინდა, მაშინ დაიწყე კითხვა. ყველანაირად. არა მარტო უცხოელისთვის, თვითონ იმ ქვეყნის მოქალაქესაც თუ სურს მართლა სალიტერატურო და მაღალი დონის ენა შეისწავლოს, ეს წიგნის და ლიტერატურის მეშვეობით უნდა მოხდეს, იმიტომ რომ თვითონ ის ვინც წერს, ის წესით უნდა ესე იყოს, ის ფლობს იმ ენას ძალიან კარგად. და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი საზოგადოებისთვის, დღევანდელი ახალგაზრდობისთვის მით უმეტეს მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა მედიალური განვითარება და ეს ელექტრონული მედიების მეშვეობით ძალიან ბევრი ისე ვთქვათ უპირატესობები მოაქვს, მაგრამ ასევე ახლა თუ გადავხედავთ მაგათად ჩატებში როგორ წერენ, როგორ ლაპარაკობენ, ეს რა თქმა უნდა ვერ გახდება ესეთი ენის ნორმირებული ფორმა და არც უნდა მოხდეს ესე. ამიტომ ვამბობ, რომ ბავშვებს უნდა მივაწოდოთ ლიტერატურა, უნდა ვასწავლოთ წიგნის მიმართ სიყვარული, მართლა უნდა მოსწონდეს წიგნს, რომ გახსნის და აი ახალი დაბეჭდი წიგნის სუნი რო სცემს, ესე რომ ვთქვათ, აი მე მაგეთა ძალიან მიყვარს ახალ წიგნს რო გადაშლი და ეს რაღაც ისეთი სხვანაირი შეგრძნება არის. თვითონ აი ხელში რო გაქვს წიგნი, ესეც უნდა მოსწონდეს. გერმანიაში ეს ძალიან კარგად არის განვითარებული, თვითონ სკოლებში ძალიან ბევრს სავალდებულოდ წიგნს კითხულობენ და არიძებენ სულ კომპიუტერში, კომპიუტერი. რა თქმა უნდა, და ტელეფონი, რომელსაც იყენებენ. დამხმარე საშუალებაა კომპიუტერი, შეიძლება ინფორმაციის მოპოვების, მაგრამ თვითონ სკოლაში ცდილობენ, რომ ასწავლონ ბავშვებს, რომ წიგნით, თვითონ წიგნი აიღონ ხელში და ესე იკითხონ. გამოიყენონ კომპიუტერი. თუმცა დღესდღეობით უკვე ეს Kindle მაგალითადაც არის, უკვე ელექტრონული წიგნის ფორმებიც არსებობს, ხა ხო, მე ახლა ვფიქრობ, რომ ასევე კარგი არის, რატომაც არა, ახლა სანამ მთელი ბიბლიოთეკა შეგიძლიათ ანატარო ისე. ესეც კარგი არის. მაგრამ უკვე სკოლიდან ხდება ეს მიახლოვება ამ ლიტერატურასთან და გერმანია ერთი უნდა მართლა ითქვას, ყველაზე ესეთი ძლიერი მკითხველები ყავთ, ძალიან განვითარებული არის, სადაც თვითონ უყვართ წიგნის. კრიტიკული მკითხველი ყავს გერმანულ ლიტერატურას საოცრად. ანასტასია, გერმანიაში გაიზარდეთ. რამდენი წლის იყავით? 7 წლის ვიყავი, რომ სამუდამოდ გადავედით გერმანიაში საცხოვრებლად და თქვენი ცნობიერება, თქვენი პიროვნება ჩამოყალიბდა გერმანულ სოციუმში, ხო? გერმანულ საზოგადოებაში.
საინტერესოა, ხშირად ჩამოდიხარ სამშობლოში. ყავს ქართველი მეგობრები? ცოტა უნდა ვთქვა სამწუხაროდ, ხა მთელი ესეთი, ანუ ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი იქ გავიზარდე, ანუ იქ მყავს მეგობრები და აქ რო ჩამოვდივარ, ხა ზაფხულში ჩამოვდივარ უმეტესად და 1-2 თვით, ხა ეს 2 თვეც რა თქმა უნდა ცოტა არის იმისთვის რომ მეგობრები და ეს მაინტერესებს განსხვავება თქვენ თავის გერმანიაში ცხოვრებულ თაობასა და საქართველოში რა განსხვავებაა რამდენად შრომის მოყვარე უნდა იყოს ახალგაზრდა რომ მიაღწიოს წარმატებას ანუ რა არის იქ ახალგაზრდისთვის წარმატების ფორმულა რა არის აქტუალური ახალი თაობისთვის აი საინტერესოა რა ინტერესები აქვთ იქ ახალგაზრდებს ქართველი ახალგაზრდებისგან განსხვავებით მოდი დავიწყოთ იმიტომ რომ ეხლა დღეს და რას ურჩევთ იგივე და რა არ მოგწონთ იგივე რას ხედავთ რაც არ მოგდა გაღიზიანებთ დავუშვათ თქვენ თაობაში გერმანიაში ანუ და პირიქით გერმანიაში ესეთი დისკუსია მიდის რომ გენერაციონ Y ესე ანუ გენერაცია Y და ეს ნიშნავს რომ მოდის ეხლა ერთი ახალი გენერაცია რომელიც უფრო ანუ ნაკლებად იცის, ანუ ნაკლებად დაგეგმილი აქვს თავისი ცხოვრება უკვე, არის ძალიან სპონტანური, არის ძალიან ესეთი გლობალურად ფიქრობს და შეიძლება გერმანიაში დარჩეს, შეიძლება სხვა ქვეყანაში გადავიდეს, ანუ სხვა მასშტაბებით პრობლემების გარეშე გეგმავს. დიახ, ზუსტად. და ამიდან გამომდინარე ეს უფრო ვთქვათ ინდივიდუალური არის, ხანდახან უფრო ეგოისტურიც არის, ესეც უნდა ითქვას. საქართველოში მე მგონია ესეთი ტენდენციებიც იწყება, რომ უფრო თავის თავზე ფიქრობენ, უფრო ნაკლებად ანუ ოჯახის ფარგლებში, ანუ შეიძლება უკვე ნაკლებად აღარ არის ოჯახის მოუწყვეტელი ნაწილი, არამედ უკვე ინდივიდას ადრე ყალიბდება. აქაც უკვე დაიწყეს ეს ტენდენცია არის. მე ვფიქრობ, რომ ნიშნულოვანი არის ჩვენ თავზე ვიფიქრო, როგორც ახალგაზრდები და ჩვენი ესეთი ბედნიერება ვიპოვოთ, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ნიშნულოვანია არა ეგოისტურად მივუდგეთ თვითონ ცხოვრებას, არამედ მოდი ვთქვათ ესე ქვეყანაზე და საზოგადოებაზეც ვიფიქროთ. ანუ ჩემთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი არის ისეთი რაღაცა გავაკეთო, რაც მე არა მარტო მე მომიტანს რაღაცა ესეთი წარმატებას, არამედ თვითონ საზოგადოებასაც მოუტანს რაღაცას. მე ვფიქრობ ეს იქნება. რა არის ყველაზე მოდური, აქტუალური თქვენ თაობის წრეში გერმანიაში რა ხდება ამ ხრივ? რა ინტერესები აქვთ იქ ახალგაზრდებს? იგივე თუნდაც როგორ შეიძლება თქვენ ახსენეთ, რომ ახალგაზრდა იქ წინასწარ გეგმავს რა უნდა ცხოვრებაში, როგორ უნდა მიაღწიოს კარიერას და გათვლილი აქვს ეს ყველაფერი, ეს საფეხურები, ხო? ანუ ამისთვის რა არის წარმატების ძირითადი გარანტი? ბევრი შრომა თუ აი რა ხდება, როგორ აღწევს წარმატებას იქ ახალგაზრდა? უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა დასაქმება, როცა თქვენ მიიღებთ განათლებას, იქნებით დიპლომირებული, თქვენ გექნება თუ არა გარანტირებული სამსახური შესაფერისი, რა ინვესტიციაც ჩადეთ, რა განათლებაც მიიღეთ. აი ამ ხრივ გერმანიაში ცხოვრება რამდენად კომფორტულია, რა გარანტიებს აძლევს სახელმწიფო ახალგაზრდებს? და რა დონის IQ უნდა ქონდეს, ანუ ინტელექტუალური დონე იმისთვის, რომ იყოს შენ დასაქმებული და ბედნიერი ამით შენ საქმიანობი. უპირველეს ყოვლისა განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს უნივერსიტეტში წავიდეს და იქ ისწავლოს. და არა იშოვო ბევრი ფული. ნუ მე იშოვო ბევრი ფული, იმიტომ რომ კაი კვალიფიკაცია გაქვს და კაი სამუშაოს იპოვე. ბოლო წლებში მაგალითად ძალიან მომრავლდა თვითონ სტუდენტობის რაოდენობა, აი ის იმდენად მომრავლდა, რომ სხვა სფეროებში, სადაც უფრო ესეთი აუსბილდუნგ, ესე გერმანიაში არის ესეთი აუსბილდუნგის, ანუ განათლების ფორმა, სადაც თვითონ ფირმებში, ანუ ესეთ საწარმოებში მიდიან და იქვე სწავლობენ. ანუ პროფესიული სასწავლებელი. დიახ, პროფესიული სასწავლებელი. ანუ იქ დღესდღეობით გერმანიაში არის ძალიან დიდი ნაკლებობა, იმიტომ რომ ყველა მიდის უნივერსიტეტში. უმაღლესი განათლების მოთხოვნილება, მაღალი. დიახ. რა თქმა უნდა, ძალიან დადებითი არის ეს განვითარება, მაგრამ ეს ემიგრანტებს აქვს თუ ადგილობრივ გერმანას ორივეს რა თქმა უნდა და ანუ უპირატესობისა ცდილობენ განათლების მეშვეობით ანუ მიიღონ კარგი კვალიფიკაცია, მე უკვე გავიდნენ სამუშაო ბაზარზე და მოიყვნენ კარგი სამუშაო ადგილი.
ანუ ამიდან გამომდინარე თვითონ მოთხოვნილებაც ბევრი დიდი არის, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, ზეწოლაც დიდი არის თვითონ ახალგაზრდებს, რომ ძალიან კარგი მონაცემები ქონდეთ, ანუ კონკურენციაც ძალიან დიდი არის. ანუ მე დიდი მოთხოვნები აქვს ნებისმიერ კომპანიას, ხო? და გერმანია როგორც ახლა ყველა მიცის ძალიან მოწესრიგებული ქვეყანა არის, ყველაფერი არის ასე ვთქვათ დაზღვეული, ანუ შესაძლებლობა აქვს ის ამ ახალგაზრდას რომ დაახლოებით დაგეგმოს რამოდენიმე წლისთვის მომავალისთვის. აქ საქართველოში ხანდახან ძნელი არის, ახლა არ ვიცით მაგალითად ოქტომბრის მერე რა იქნება, ან არ იქნება. ანუ გერმანიაში ესე უფრო ვთქვათ ცოტა უფრო ადვილია. ხანგრძლივად შეიძლება დაგეგმოს. და მთავრობას თვითონაც თუ ხვდება რომ რამე სფეროში დეფიციტი არსებობს, იქ ცდილობს რომ რაღაცა სტრუქტურები განვითაროს და იქ რა თქმა უნდა მოიპოვოს ახალი სპეციალისტები და ანუ ეკონომიური იმიდან თვალსაზრისითანაც უფრო შეეშველოს ამ ხალხს. თუმცა გერმანიაშიც უკვე ესეთი შიში ჩდება, რომ ახალგაზრდები რა თქმა უნდა ხა ჩვენ ყველა ვიცით რაც ხდება გერმანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში სიტუაცია ცოტა იცვლება იქაც პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს უფრო ესეთი მარჯვენე ტენდენციებიც ჩდება ანუ ეთნიკური თვალსაზრისით რა თქმა უნდა იქაც ხდება პრობლემები და უნდა დაველოდოთ მომავალზე რა მოიტანს. დიახ, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, რომ ემიგრანტისთვის უფრო რთულია ევროპულ ქვეყნებში დამკვიდრება, ვინაიდან იქ უფრო მეტ უპირატესობას ადგილობრივ მოსახლეობას ანიჭებენ, ეს არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიცია, განსაკუთრებით ინტელექტუალურ წრეებში. და რა კითხვა მინდა დაგისვა ანასტასია, რომელ სფეროს ეუფლები და რა გეგმები გაქვს სამშობლოსთან დაკავშირებით? რამდენად ხედავ საკუთარ მომავალს სამშობლოში თუ გერმანიაში? უფრო ესე რომ ვთქვათ ამ ორი ქვეყნის როგორც ახსენე ვიდრე გადაცემას დავიწყეთ თქვენი საკვლევი თემა საქართველოს უკავშირდება და საქართველოში ატარებთ კვლევებს. აი ამის შესახებ. მე მოგახსენეთ რომ ბაკალავრიატი დავამთავრე ამ წელს პოლიტიკის და კავკასიოლოგიის განხრით და ოქტომბრიდან უკვე სამაგისტრო დროში გავაგრძელებ სწავლას კონფლიქტოლოგიის სპეციალობით და ჩემი ფოკუსი არის საქართველო და კავკასია რა თქმა უნდა და ამიდან გამომდინარე იმედი მაქვს რომ მომავალში რომ დავამთავრებ უკვე სწავლას შემეძლება ანუ სამეცნიერო კუთხიდან მიუდგე ამ თემებს და ვიკულიო ძალიან საინტერესო არის თვითონ საქართველოს როგორც ქვეყანა ისტორიულადაც პოლიტიკურადაც და ძალიან ბევრი გერმანიისთვის რა თქმა უნდა და თვითონაც საქართველოსთვის იმიტომ რომ ბევრი საკითხი ჯერ არ არის შესწავლილი. დიახ ძალიან ბევრი კიდე ესე ვთქვათ დეფიციტი არსებობს სამწუხაროდ და იმედი მაქვს შემეძლება ამ ხრივ მუშაობა. თუ არ გამომივა, მაშინ იმედი მაქვს რაღაცა საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში რაღაცა ესეთი დადებითი გავლენა მქონდეს საქართველოზე და ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ სადმე ვიმუშავებ, ყოველთვის მინდა საქართველოსთან იყოს კავშირში, იმიტომ რომ ეხლა ძალიან იქ რო ვცხოვრობ, რა თქმა უნდა, სამშობლო გენატრება და ვცდილობ რამენაირად სტრუქტურება შეინარჩუნო. კაზმანანა, თქვენი ოჯახის შესახებ გვიამბეთ, ორი შვილი ყავთ და მათ შესახებ ძალიან კარგი ქართველია, როგორც ხედავ. ანასტასია გარდა იმისა, რომ არაჩვეულ განათლებას ეუფლება და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი შვილების შესახებ მათ უფრო ევროპული ცნობიერება აქვს თუ ქართული, იმიტომ რომ როცა ქართველი დედა ზრდის სამი შვილი მყავს, დიახ, სამი შვილი მყავს, ლუკა, მარიამი და ანასტასია. და მე ვიტყოდი რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ჩემი შვილები ქართული ცნობიერებით გაზილიყვნენ და ჩემი მიზანი იყო ქართულ-გერმანულ ესე ვთქვათ სინთეზი განმეხორციელებინა ისე რომ რაც კარგი არის საქართველოსთან ეს წაეღოთ და შეენარჩუნებინა ჩემ შვილებს და რაც არის გერმანულ კულტურულ და ზოგადად ეს მენტალურ ასე ვთქვათ დონეზე ჩემთვის მისაღები და ზოგადად მისაღები აი ეს ამის შერწყმა მომხდარი იყო
არ ვიცი ეს ალბათ ხებმა უნდა შეაფასო. ოჯახს უჭირს და ჩამოყავს ჩვენები რომ ეშინია. მაგალითად სწორედ ეს იყო ჩემი სხვათა შორის ესე გაცნობიერებული მქონდა თუნდაც სკოლის საკვირაო სკოლის მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ როდესაც მივხვდი რომ განსაკუთრებით ანასტასიას იმდენად სწრაფად მოუხდა და უცბად მოუხდა გერმანულ ენობრივ სივრცეში შესვლა და უნდა ესწავლა და უნდა კარგად ცოდნოდა ენა რომ ერთი პერიოდი დადგა, როდესაც უკვე ქართულად ვეღარ ლაპარაკობდა, ისე როგორც უნდა ელაპარაკა და ნუ მე ანასტასიას შეცდომებზე ლექციებს ვატარებდი, თქვათ ეს სისტემურად აგებდა ფორმებს, რომელიც უბრალოდ არ არსებობს ქართულში. ამიტომ მივხვდი რომ უნდა აუცილებლად დამეარსებინა სკოლა და დღეს ჩვენს ფრანკფურტის საკვირაო სკოლაში 30 ბავშვი დადის. ძალიან დიდი სკოლა გვაქვს ჩვენ. ძირითადად ქართველები ან შერეული ოჯახის ბავშვები არიან და ეუფლებიან იქ ქართულს ძალიან კარგად აწყობილი ქართული სკოლა გვაქვს მაია შავლიაშვილი ხელმძღვანელობს და მინდა ვახსენო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ენერგია ჩადო ბოლო წლებში მე მას გადავაბარე 2 წლის წინ ეს სკოლა. და ეს იყო ჩემი მიზანი, რომ ჩემშვილებს სცოდნოდათ ქართული ენა, სცოდნოდათ ქართული ლიტერატურა და საერთოდ აი საქართველოსთან არ გაეწყვიტათ კავშირი. მაგრამ მოხდა ისე რომ ჩემმა ვაჟმა მიიღო გერმანიის მოქალაქეობა, იმიტომ რომ მას სამხედრო კარიერა ერთია მამის, ასე ვთქვათ. და გერმანიაში სამხედრო კარიერა. დიახ, ჯარში არა. ეს კი ჯარში გაწევა უკვე ესე აღარ უწევდა. სწორედ იმიტომ მიიღო გერმანიის მოქალაქეობა, რომ ჩააბარა ოფიცერთა სამხედრო აკადემიაში და ის უკვე დღეს აი სამხედრო განათლებას ეუფლება. სამხედრო განათლება საქართველოს ესაჭიროება და სხვათა შორის ეს თემაც იყო რომ ხომ არ ჩამოსულიყო საქართველოში და აქ მაგრამ შემდეგ თქვა ერთი რასაც მე აბსოლუტურად ვეთანხმები რომ დედა მე იმ განათლებას რომელსაც გერმანია მომცემს მე და მომცემს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის განათლებას ისევ საქართველოს მოვახმა როგორც სპეციალისტი მე ვფიქრობ ეს პასპორტის შეცვლა და მოქალაქეობის შეცვლა არის მხოლოდ გზა და საშუალება იმისა რომ მიაღწიო შენ სპეციალობას და შემდეგ მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში რომ ჩემი შვილები ნამდვილად ეს ქართული ფესვი ქართულის ნამდვილად შენარჩუნებული იქნება და ვისურვებდი კიდევაც რომ მათ საქართველოსთვის შესაძლებლობის ფარგლებში მოეტანათ გადამანანა გისმენთ ახლა ჩვენ ემიგრანტებს განსაკუთრებით ოჯახებს რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მოუწოდებთ რომ ჩამოვიდნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ თქვენ პირიქით გეტყვით რომ იქ უნდა იყოთ ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ვინაიდან საქართველოს უწევთ პოპულარობას ენობრივი თვალსაზრისით კულტურული ისტორიული თვალსაზრისით თქვენ და თქვენი შვილებთან ერთად ისეთ საქმეებს რამოდენიმეჯერ დადგა საკითხი და იყო შემოთავაზებები საქართველოში გადმოსვლის, მაგრამ მე ვთვლი რომ დღეს იქ სადაც მე ვარ, ეს არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა ჩემთვის, რომ მაქსიმალური გავაკეთო საქართველოსათვის. როდესაც ჩემს შესაძლებლობებს ამოვწყვრებ და პენსიაში გავალ, ნამდვილად დავბრუნდები საქართველოში. ჩვენ უნდა დავასრულოთ გადაცემა. მიუხედავად იმისა, თქვენ გერმანიაში მალე უნდა გაემგზავროთ, ჩვენ აუცილებლად გვექნება თქვენთან კომუნიკაცია და დავაშუქებთ იმ მნიშვნელოვან საქველმოქმედო საქმეებს, აქციებს, რომელსაც თქვენ აკეთებთ გერმანულ საზოგადოებაში საქართველოსთვის. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები. დიდი მადლობა, რომ არსებობს ასეთი გადაცემა და საშუალებას გვაძლევს ჩვენ ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველებს ჩვენი სიტყვა ვთქვათ, თქვენი ეთერის მეშვეობით. ძალიან დიდი მადლობა და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ მანანა თანდაშვილი, გერმანიაში მცხოვრები ქართველი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, კავკასიოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი და მისი ქალიშვილი ანასტასია ყამარაული, მთარგმნელი და ასევე სტუდენტი, რომელიც ეუფლება არაჩვეულებრივ პროფესიას პოლიტოლოგიას. ამ გადაცემის მოსმენა შეიძლება ინტერნეტის საშუალებით რადიო 1G დაკავშირებით გაგვიზიარეთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები გადაცემის ავტორი ნანა ლომიძე, ხმის რეჟისორი თინათინა სამბაძე და წამყვანი ია მახრაძე გემშვიდობებით. მიგრაციის მარშრუტები